მოგესალმებით, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობს საყოველთაო კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოყრის ბრძოლასთან დაკავშირებით. ჩვენი სამსახურით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო უერთდება ამ კამპანიას, 16-დღიან კამპანიას და სხვადასხვა რეგიონებში თავაზობთ საინფორმაციო შეხვედრებს, რომელიც ემსახურება ამ ძალადობის შემცირებას და პრევენციას. მე ვარ ამ სახელმწიფო ზრუნვის ტრაფიკინგის ცხოვრთა დაზარალთა დახმარების სააგენტოში დაქარცის რეგიონის ცენტრის იურისტი, ხოლო ულიანა პეტროვა არის ამავე სამსახურის რეგიონის ცენტრის უფროსი სოციალური მუშაკი და ამავდროულად უფროსის მოადგილე. კლებში ჩვენში გვინდა ცნობიერება ავამაღლოთ და ხალხს გავაცნოთ თუ რა სერვისებს თავაზობს სახელმწიფო ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან და ქალებთან როდესაც ვმუშაობთ, რა სარეაბილიტაციო პროგრამები გვაქვს და დეტალურად ვაწვდით ყველა იმ ინფორმაციას, რაც შესაძლებელია სამომავლოდ გამოიყენოს ყველა ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა დაზარალებულმა პირმა, ბავშვმა, ქალმა მათ შორის. ასევე ჩვენ გვინდა რომ ცნობიერების ამაღლების კამპანიაც არის ეს, რომ გავრცელდეს ჩვენი ცხელი ხაზები, სადაც ხელმისაწვდომობა აქვს ყველას. ეს არის ბავშვთა მიმართ ძალადობის ცხელი ხაზი 111, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების ცხელი ხაზი, ეს არის 116-006, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველადი ინფორმაციის მოწოდების წყაროს მიზნით და ასევე პირველადი რაღაც მომსახურების გაწევას და ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის ამაყვარო 9 ენაზე შესაძლებელია ცხელხაზზე გაგცეთ პასუხი ამ ოპერატორებმა და გაგიწიოთ შესაბამისი კონსულტაცია. ვაპარაკებთ დეტალურად ამ შეხვედრაზე, ძალადობის სახეებზე, პრევენციულ ღონისძიებებზე და შემდეგ სარეაბილიტაციო ღონისძიებებზე დეტალურად მივაწვდით ინფორმაციას მსმენელს. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა გთხოვოთ, რომ ეს არ არის რაღაცა ლექციის სახე, მინდა რომ უკავშირიც გქონდეს, თუ რამე კითხვები გაგიჩნდებათ, აუცილებლად შეგვაჩერეთ და გაგცემთ კითხვებს, რომ მე არ დაგავიწყდეთ თქვენი შეკითხვა და პასუხი ხისიერად გაგცეთ. ერთი რამე მინდა კიდე ფორმალურად დავაზუსტო, რომ თუ შესაძლებელია რომ სურათები გადავიღოთ, იმიტომ რომ ჩვენც გვჭირდება და თქვენც გჭირდებათ, მე მგონი საუბრის ყოველ შემთხვევაში. და ერთი კიდე რაც მნიშვნელოვანია, ალბათ იცით, მადლობა უნდა მოგიხადოთ პირველ რიგში, რომ ამ შაბათ დღეს ისე დილითად ექით და მოგძანდით და დიდი მადლობელი ვარ. მეც მაქვს ნამუშევარი გარკვეულწილად კასპში რეფორმის დასაწყისში, სადღაც 2011 წელს დავიწყე აქ 3 წელი ვიმუშავებ სოციალური მუშაკის პოზიციაზე. ეხლა კეთისთან ერთად ძალიან მიყვარს კასპი და მოკლედ დიდი მადლობა რომ მოგძანდით და მნიშვნელოვანია რომ ზუსტად არც ბავშვები დაგვახვედრა და მადლობა სალომის რომ ზუსტად ის კატეგორია გვჭირდება, ვინც ნამდვილად შესაძლებელია გახდეს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ან სამომავლოდ ჩვენს გარშემო ახლობლობაში შესაძლებელია რომ ხორციელდებოდეს ოჯახში ძალადობა და ამაზე ჩვენ გაჩვენებულები ვართ გვესმის, ხედავთ, მაგრამ რაღაცა მენტალური ეს ქართული რაღაც ჯიგრული პონტის უბიშლის ამაში ხელს რომ ხო და მე გავიგებთ რომ აი ვიღაცა თურმე ფემიციდით დასრულდა, მოკლეს ვიღაცას რაღაცა დაუშავეს, ან ისე დააზიანეს რომ დაასახიჩრეს ადამიანი და ასე შემდეგ და ძალიან მნიშვნელოვანია ეს კამპანია ყველა წელს ბოლო 20 წელია მე მგონი ხო ყველა წელს ტარდება 16-დღიანი კამპანია, რაშიც უერთდება ჩვენი რა თქმა უნდა სიპიც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, იმიტომ რომ ძირითადად აგიხსნათ ლაშამ რომ ჩვენ ვართ რეაბილიტაციის მიმართულებით მიმწოდებელი სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც შემდგომში გვევალება ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან რეაბილიტაციის კუთხით მუშაობა და ვართ ხოლმე სხვადასხვა ეტაპზე ჩართული. ვართ პირველად ეტაპზე, როდესაც ქალი იკითხება ქალთან ერთად არ ვართ, როდესაც შეტყობინება შემოდის, თუმცა თუ ბავშვი იყო მსხვერპლი და ნახეთ, ბავშვთან როგორი მარტივია წეგანალში თქვა, საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი, ბავშვი იყო თუ არა ძალადობის მსხვერპლი.
ანუ სცემეს თუ არა ბავშვს ოჯახში შეეხნით, თუ საკმარისია ის, რომ მშობლებს შორის არის კონფლიქტი, ბავშვი ამას შეესწრო, ბავშვი უკვე ავტომატურად კანონმდებლობის შესაბამისად უკვე დაზარალებულად არის ცნობილი. შესაბამისად, ჩვენც როგორც სახელმწიფო სტრუქტურას გვევალება რეაბილიტაციაზე არა მხოლოდ ბავშვის, არამედ ქალისა და ეხლა დღეს ზუსტად მინდა რომ გაგაცნოთ, რა სერვისებს თავაზობს სახელმწიფო ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია კონფიდენციალობა, დაცულია ყოველთვის და შესაძლებელია ისეთი სერვისიც მივიღოთ, თქვათ რომ არ მივიდეს და პოლიციის არიდებით მოხდეს ეს ყველაფერი და თქვენ როგორც პიროვნებამ ჩათვალოთ რომ ხართ ძალადობის მსხვერპლი და ეხლა აი სახელებზე ვისაუბრებთ ზუსტად ფსიქოლოგიურია პირველი და ყველაზე რთული დასადგენი არის ფსიქოლოგიური ძალადობა. მათ შორის სისხლის სამართლის საქმის მიმართულებით. ის თან ყველაზე ხანგრძლივი პროცესია ეს. ყველაზე დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს ფსიქოლოგიური და ყველაზე რთულად დასადგენი და სისხლის სამართლის საქმეც ძალიან იშვიათად აღიძრება ამ მიმართულებით თუ რაღაცა ისეთი არ არის რომ აი ხლა მოვალ ამას გიზავ თუ ესეთი მტკიცებულებები არ წარმოადგინა ამ მსხვერპლმა და ეხლა უკვე ეს მობილურის და იმის საშუალებით კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება შეგვიძლია ხოლმე პოლიციაში წარმოადგინოთ ვიდრე დავუშვათ ფიზიკური ყველაზე მარტივია, იმიტომ რომ გააქვს ხო დაზიანებები, ჩაქცევები და ასე შემდეგ, რაც შეუძლია ექსპერტმა დაადგინოს, რომ ეს დარტყმის შედეგად მიყენებულია და რა დროს მიყენებულია და შესაბამისად ეგრევე იწყება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ ადამიანისა. ასევე სექსუალური ძალადობა ძალიან არის გავრცელებული ახლა, როგორც იცით რატო არის ახლა უფრო წამოსული წინ, იმიტომ რომ წლების წინ ამაზე საუბარი ყველას ძალიან უჭირდა ხმამაღლა მით უმეტეს, იმიტომ რომ იყო ქილიკის პრობლემა, საზოგადოების იმ სოციუმის სადაც ცხოვრობთ და ყოველთვის იყო ამაზე ხმამაღლა არავინ არ საუბრობდა თითქმის. ქალთა მიმართ კი არა, ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზეც კი ძალიან უჭირდათ და დღესაც არის შემორჩენილი სამწუხაროდ ის, რომ თემში არ უნდათ რომ გახმაურდეთ, სოფელში არ უნდა, მერე ეს ბავშვი ხდება ბულინგის მსხვერპლი, მერე ხდება და მერე უფრო შეიძლება რაღაცა ცუდ შედეგამდე მივიდეთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გაიზარდა ეს მაჩვენებელი და ეს იმას არ ნიშნავს, ეხლა ერთ-ერთ შეხვედრაზე ერთმა ფიზკულტურის მასწავლებელმა მითხრა, ეხლა თქვენ რა ამერიკულ ზღაპრებს მიყვებით თუ აქო, ესე საქართველოში არ ხდებაო. მიხარია რომ ესე გჯერავს, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს და მიხარია რომ არ ემშხამდება და ყველაფერი ტელევიზორში არ ჩანს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა შემთხვევა, როდესაც ბავშვი იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და იმდენად გახმაურდა ეს ამბავი, რომ ბოლოს სუიციდით დაასრულა ამ ბავშვმა თავისი ცხოვრება და აი ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე რომ ეს კონფიდენციალობა და ეს ყველა ის შევინარჩუნოთ და ვიმუშაოთ ყველა ჩვენი პროფესიის შესაბამისად. სექსუალური ძალადობა ქალთა მიმართ ეს არ ნიშნავს რომ მაინც და მაინც ქალზე სექსუალური ძალადობა ნიშნავს იმას რომ აგე გაკოჭეს და ძალით გაგაუპატიურეს ქალები ვარც უყოლა ულაშა ამის პროფესიონალია იქ ხშირად არის და ისმეს ის რომ მე შესაძლებელია პარტნიორი მყავდეს მაგრამ მასთან დაშორება მინდა აღარ მსურს მასთან და ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება ეს ითვლება სექსუალურ ძალადობის სახით ხო რომ მე აღარ მინდა ამ ადამიანთან თანაცხოვრება მათ შორის სექსუალური და ის რაღაცებს მაიძულებს და ძალიან ცუდი ფაქტები ამ სექსუალურ ძალადობამ კიდე სხვა ფესვები გაიდგა, იმიტომ რომ რაღაცას იღებენ მე ამ კამერებით, მე ავრცელებენ, აშანტაჟებენ და მოკლედ კიდე ფესვები სხვანაირად კიდე განსაკუთრებით მოზარდობაში გაგვიჭირდა ეს, იმიტომ რომ სექსუალურმა ძალადობამ კიდე სხვა ფორმები და ამ საუკუნემ კიდე სხვანაირი ის მოიტანა ამ მობილურების და ტექნიკის ფონზე, ხო, იმიტომ რომ სოციალური ქსელებით, აი დღე არ გავა ალბათ, არ ვიცი, რო არ იყოს რომელიმე რაიონში ჩვენში რეგიონის, რომ ვიღაცა ბავშვს მოზარდობის ასაკში არ შანტაჟებენ, არ ურცელებენ რაღაცა სურათებს, არ წერს ვიღაცას დასული ადამიანი, რომ ამას გაგივრცელებ და ერთს კიდე დედებიც ხართ ალბათ და ერთ ძალიან ვითხოვ ხოლმე და მოვითხოვ, რომ ასეთი თამაშია ერთი მაგალითი მინდა ყველაზე მასიური სექსუალური მიმართულების ძალადობა ქვია კიბერ ძალადობას ეძახიან ამას აი ყველა მიცით ალბათ დედები მითხრებთ რომ PUBG ახალგაზრდა წარმომადგენელი ყავს PUBG-ს თამაშობს ყველა ბიჭიც, გოგოც,
და ასაკი სადღაც 11-12 წლიდან და შესაძლებელია 16-18 წლამდეც ითამაშოს. და ზუსტად ასეთ შემთხვევა ქონდა რამდენიმე თვის წინ, როდესაც PUBG-ში იცნობდა ერთ-ერთი პედოფილი ამ ბავშვებს, მე გაყავდა ახლა დამეხმარება ახალგაზრდა რაღაცა ცალკე ჩატით გადიოდნენ და მე სოციალური ქსელითაც მე ეს ადამიანი სასიყვარულო ურთიერთობას იწყებდა ვირტუალურად, რა თქმა უნდა და სხვადასხვა რაღაცეებს ატყუებდა, რომ მე ვარ ამდენი წლის, ვარ ესეთი, სხვის სურათებს უგზავნი და მოკლედ ბავშვის მოტყუებას რა უნდა განსაკუთრებით მოზარდს, ხო? რა თქმა უნდა ეს ადამიანები ირჩევენ მოწყვლადი ჯგუფის ბავშვებს. ვისაც ზრუნველობა მოკლებული აქვს, ვისაც რაღაცა ტრავმები აქვს, რაღაცა კომპლექსები აქვს ცხოვრებაში, ან განმარტოვებულია და ანუ საზოგადოებისგან, აი ზუსტად ასეთ ძალიან კარგი ფსიქოლოგები არიან პედოფილები, მინდა გითხრათ და დაახლოებით ჩვენ დავიწყეთ ორ შემთხვევაზე, ორი ბავშვი აღმოვაჩინეთ გორის რაიონში და გავედით სადღაც 42 მესამე ბავშვიც ვნახეთ 43 ბავშვი იყო აი ამ ადამიანის ერთი ადამიანის ქმედებით დაზარალებული. ეს არის ფსიქოლოგიური პირველადი, ხო? იმიტომ რომ ვიღაცას მე იქამდე მიიყვანა, მე მაგალითად ჩვენ რა შემთხვევაზეც მუშაობდით, ეს იყო იქამდე რომ ვიდეოებს აღებინებდა სხვადასხვა თავის ინტიმურ ადგილებზე და ამას და მე მამას გადაუგზავნა და ასე გასკდა ზუსტად ეს საქმე და უკვე გაამწარა თავის ჭკუაში და მამამის გადაუგზავნა Facebook-ის საშუალებით. მოკლედ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები იყვნენ, იქნებიან და რა ვიცი ღმერთმა და არიან ჩვენ საზოგადოებაში სამწუხაროდ, მაგრამ ხშირად უნდა ვესაუბროთ ჩვენ მოზარდ შვილებს, ჩვენ მოზარდ დებს, ძმებს, მეგობრების შვილებს, რომ ეს აუცილებლად უნდა თქვან, სანამ რაღაცა მე ერთვენები ქონდა გადაჭრილი, მოკლედ სუიციდი 1000 რაღაც ბავშვი ვერ უკლავდება ამას, ვიღაცა ამბობს, ვიღაცა ვერ ამბობს და ვიღაცა კიდე ბოლომდე მიყვება და იქამდე მიყვება, სანამ უფსკულში არ გადავარდება და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხშირად ვისაუბროთ ამას. ხმამაღლა რომ ეს კომპლექსები არ იყოს ყველა თანადგომა უნდა გავუწიოთ ჩვენ მოზარდებს, იმიტომ რომ ზოგს ცხენია, ზოგს შიში, ზოგს სხვადასხვა ყველა სხვადასხვა ღირებულებებით იზრდება და ვის რა ის აქვს თავის მშობელთან დამოკიდებულება არავინ იცის. თუნდაც კიდევ ვიძახი არ არის მნიშვნელოვანი, მაინც მშობელს უთხრას. თქვენ თუ ხართ დედის მეგობარი, შესაძლებელია თქვენც გითხრათ, ნათესავი და ბიძაშვილი, ხო? იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაზე ხმამაღლა ვისაუბროთ ყველა მთელმა საზოგადოებამ. ეკონომიკურ ძალადობაზე რა შეიძლება? ძალადობაზე გავაგზავნებ საუბარს, სანამ ეკონომიკურ ძალადობაზე, ეკონომიკურ ძალადობაზე გადავაცოთ ამ ისტორიას გავაკეთებ, რომ უშუალოდ ეკონომიკური ძალადობის არსი ახსნა უფრო უკეთესად. არც დიდი ხნის წინ, დაახლოებით 2014-2015 წლამდე საქართველოს სამხატვრო კოდექსში იყო ასეთი ნორმა, რომლის საფუძველზეც 16 წელს მიღწეულ არასრულწლოვანს მშობლების თანხმობით უფლება ჰქონდა დაქორწინებული, ანუ ქორწინების რეგისტრაცია გააკეთებინა. რამაც ძალიან იმ პერიოდისათვის ძალიან მოამრავლა ეს ნაადრევი ქორწინებები, რასაც ასე რა თქმა უნდა ჩვენი სამსახური მუშაობდა და მივედით იმ უკიდურესობამდე, რომ ეს ბავშვები, ალბათ ბავშვები ეფლებოდნენ ოჯახურ ძალადობაში და ხდებოდნენ როგორც სექსუალური ძალადობის, ეკონომიკური ძალადობის, ფიზიკური ძალადობის და ყველა ძალადობის სხვაგვარი ხდებოდნენ. მივიდა კანონმდებლობის მიზნამდე, რომ 2015 წელს შეიტანა საკანონმდებლო ცვლილება, რომ 16 წელს მიღწეულ ადამიანს აღარ შეუძლია ქორწინება, აღარც მშობლის ნებართვით, აღარც საკუთარი ინიციატივით. კანონი უშვებს მხოლოდ ქორწინებას 18 წლიდან. ამ განაპირობა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ცვლილება. ეს იყო მნიშვნელოვანი ეს ცვლილება, რომ როდესაც 16 წლის არის რეალურად ბავშვი, მას არ აქვს განათლება. და იწყებოდა ყველაფერი ამ პრობლემით. უცბად 16 წლის ადამიანი ხდებოდა უკვე ზრდასრული ადამიანი, ეჯახებოდა ამ ცხოვრებას. გარკვეულწილად ეს სიყვარულის პეპლები გარკვეული პერიოდის მერე ქრებოდა და ოჯახის ტვირთი აწვებოდა. აი აქ მივდიოდით იმ უკიდურესობამდე, რომ ასეთ ადამიანს ძირითადად ქალები იყვნენ ასეთ შემთხვევაში არ ჰქონდათ განათლება, რომ მათ დაენგრიათ ოჯახები და უშუალოდ წასულიყვნენ, ისინი დამოუკიდებლად ვერ რეალიზდებოდნენ. იყო სტიგმა, რომ ასეთ ადამიანს ოჯახში ახარ იბრუნებდნენ, ვერ მიდიოდა ბავშვები ყავდა, დამოუკიდებლად ცხოვრება დაეწყო და იძულებული რჩებოდა კვლავ ამ მოძალადესთან
დანარჩენი იყო. აი ეს არის ყველაზე მეტად ეკონომიკური ძალადობის ძალადობა. აქ იზღუდებოდა განათლების უფლებაც და ყველაფერს, მაგრამ ვინაიდან ეს არ იყო მატერიალურად შემდგარი პიროვნება, ვერ ტოვებდა ოჯახს და ვერ მიდიოდა. ოჯახიდან რომ დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო, მას არ ჰქონდა პროფესია, არ ჰქონდა სახლი, არ ყავდა არავინ თანადგომის ქსელი და კვლავ უწევდა მოძალადესთან ცხოვრება. ესეთი შემთხვევები ეხლაც ძალიან ბევრია, ვინაიდან კანონის დონეზე რა თქმა უნდა გაუქმდა არასრულწლოვანი ქორწინება, თუმცა არაერთი შემთხვევა, როდესაც ხდება ნაადრევი ქორწინება და ეს სახელმწიფო უწყობებამდე ზოგიერთ შემთხვევა მიდის, ზოგიერთ შემთხვევა არ მიდის. თუ ჩვენ შემთხვევაში მოვიდეთ ჩვენამდე, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ერთობიან ჩვენსაც მუშაკები, ცდილობენ გაძლიერებას ესეთი ადამიანის და შემდგომში თუ საჭირო ხდება. სამწუხაროდ ახლა კასპში გაქვთ თემი, აზერბაიჯანული თემი, სადაც სისტემატურად შემოდის შეტყობინებები ნაადრევ ქორწინებაზე, ხო? სამწუხაროდ 2010 წელს ვიმუშავე მე ფერმა იყო სოფელი ასეთი სეებზე ფერმაზე უნდა მithქვას პროექტის ფარგლებში და მაშინ ვიკვლევდი ზუსტად ნაადრევ ქორწინების სტატისტიკა გვინდოდა გაგვეკეთებინა და მე მქონდა დავალება მოკლედ ფერმაში და ზუსტად მაშინ როცა ვესაუბრე სკოლის დირექტორს, მაშინ ახლა იყო ხაცეკაცი არ მახსოვს. ეს კაცი ამბობდა, რომ ფაქტიურად 7 კლასის მერე გოგონები არ დადიოდნენ სკოლაში. მე როგორც ახლა ვიცი, ჩვენი გოგოებიდან იგივე პრობლემა რჩება და არაფერი 10 წლის წინ ვიძახმე და ახლობთ 10 წელი მეტიც ალბათ 10 წელს წარმოგიდგენთ 15 წლის წინ იყო ეს პრობლემა და მიხსნიდა მე ეს კაცი ტრადიციულ რაღაცა ჭრილში, რომ აი ეს ბანტები რო უკეთება, წითელი ბანტები ეკეთავდა, აი უკვე არ დანიშნულია, ან რაღაც ეს სამწუხაროდ ეს ისევ პრობლემაა და ეხლა რაც შეიცვალა თქვა 2010 წლიდან ის რომ მომართვიანობა გაიზარდა ამ ფერმიდან და ზუსტად ამ ქორწინებაზე ალაპარაკდა ეს თემიც, იმიტომ რომ მესმის ყველაფერი ტრადიცია კარგია, რაღაცა მათ თავი ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ ყველა არაეთნიკურად ქართველმა უნდა სცეს საქართველოს კანონმდებლობას პატივი პირველ რიგში. ხო ასეა, რადგანაც ჩვენს მიწა-წყალზე ცხოვრობენ და ჩვენი კონსტიტუციით სარგებლობენ. ეს პირველი, გარდა იმისა, რა ტრამვებზეც ილაპარაკა ახლა ლაშამ და რა რეალურ ფონზეც ილაპარაკა, იმიტომ რომ დღემდე აქტიურია და დღემდე ალბათ სტატისტიკურად ყველაზე მაღალი ჩვენს რეგიონში არის ეს აზერბაიჯანული თემი, რომელიც ასე ადრეულ ქორწინებაში თავის ზოგის იძულებით თავშესაფარი, ახლა მე რო გადავალ თავშესაფარზე, სავსე ყავს ასეთი გოგონებით, რომელიც გამორბიან ქორწინებიდან და ხოდიშვილი დავერთობი თქვენის ნებართვით და ეგეთი შემთხვევა თუ გახსოვთ, თვითონ ბავშვმა დარეკა, იმიტომ რომ ოჯახის წევრებს ვერ არწმუნებდა, რომ მას არ უნდოდა გათხოვება და უნდოდა სწავლის გაგრძელება. იძულებულს ხდიდნენ ოჯახის წევრები, რომ დაეკორწინებინათ და ბავშვმა დარეკა ხელფასზე, იცოდა ეს ვისთვის უნდა მიემართა, როგორ და რა უნდა გაეკეთებინა და უშუალოდ ავისთავს. აი თავშესაფარზე გადავალთ იქ კარგად მოგიყვებით დეტალურად უფრო ქვემო ქართლიდან, აი ქვემო ქართლში ძალიან დიდი თემია, ხო, ეს ქვემო ქართლი ფაქტიურად სოფლები უძირითადად დასახლებულები არიან ამ ადამიანებით, ამ ეთნიკური წარმომადგენლობით და ალბათ აი ხა წინასწარ გამომივა რომ ყოფილი იძულება და უგულებელყოფას მოგიყვება თლაში და რო არ გავცდეთ პრეზენტაციას მე მოგიყვებით. ეკონომიკურ ძალადობაში ეს ერთი ძირითადი გამოწვევა, რასაც ვისაუბრეთ, მეორე ძირითადი გამოწვევა არასრულწლოვანი ეკონომიკური ექსპლუატაცია, ხშირი შემთხვევებია. მათ ხორბის შემთხვევები ძალიან კარგად ვიცით და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო არასრულწლოვანი ეკონომიკური ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, არასრულწლოვანი ქონებასთან დაკავშირებით, რაზეც გაკეთდა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები და შედარებით ეს პრობლემები დაარღვევდა. 2020 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მშობელს შეეძლო ყველანაირი სახელმწიფო უწყების ნებართვის გარეშე გაესხვისებინა არასრულწლოვანის ქონება და
ამაზე პასუხისმგებელი არავინ არ იყო, მოხდა ჩვენ რეგიონში, მოხდა შიდა ქართლის რეგიონში, იყო ესეთი გახმაურებული შემთხვევა იყო, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მოიარა, როდესაც არასრულწლოვანი ქონება მისმა მშობლებმა დატვირთეს იპოთეკით, სესხის სანაცვლოდ ბანკიდან, მათ ბანკს ვერ გადაუხადეს აღნიშნული სესხი და მოხდა აღნიშნული ოჯახის განასახლება ამ პირიდან, ვინაიდან გაიტანეს აუქციონზე და მოხდა გაყიდვა. დარჩა არასრულწლოვანი ქონების გარეშე, მოხდა ის, რომ მშობლები არაერთ აქციას მართავდნენ ქუჩაში, ამ აქციებს ესწრებოდა ეს ბავშვი და ეს ბავშვი მივიდა იქამდე, რომ მას შეჰყვა ფსიქიკური მდგომარეობა. მოიარა საქართველოში ყველა ინსტანციის სასამართლო, თუმცა სასამართლოებმა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მშობლებს ამის უფლება ჰქონდათ და რეალურად მიიჩნია, რომ ეს ხელშეკრულება ბანკთან დადებული იყო სწორად და ვერავითარი ალტერნატივა ვერ შესთავაზა ამ ოჯახს. როდესაც მივიდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდე ეს საქმე, ადამიანის უფლებათა იყო საქართველოს წინააღმდეგ, ესეთ შემთხვევა, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომ საქართველოს დაასანქცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ვინაიდან საკანონმდებლო ნორმა არ ჰქონდა, რომელიც დაიცავდა არასრულწლოვნის ქონებრივ ინტერესებს. და მას შემდეგ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შევიდა ცვლილება 193 და 196 მუხლებს დაემატა ქვემუხლები, რომლის თანახმად არასრულწლოვანის ქონების გასხვისება მშობელს შეუძლია მხოლოდ სასამართლოს ნებართვით. შესაბამისად, თუ მშობელი გადაწყვეტს, რომ გაასხვისოს არასრულწლოვანის ქონება, მიმართავს სასამართლოს, შემდგომ სასამართლო კვერთავს ჩვენ სამსახურს, როგორც მეორე მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს, საქმეში ერთვებიანი სოციალური მუშაკი და იურისტი და დოკუმენტაციის და ოჯახის შესწავლის შედეგად, ანუ ორი კრიტერიუმით ფასდება, რამდენად არიან ესენი კარგი მშობლები, რამდენად ხო არ უგულებელ ყოფენ არასრულწლოვანის ინტერესებს, რამდენად კეთილსინდისიერად ჯერონა დასრულებენ მასზე დაკისრებულ მოვალეობას და მეორე კუთხით, ხომ არ არის საფრთხე, რომ შესაძლებელი იყოს ძალიან კარგი მშობელი, მაგრამ უჭირდეს გააზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ქონების გასხვისებით რამდენად დაიცავს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს, ხო არ გადაუხოს თავის დაუნებურად ამ ყველაფერს და შესაბამისად თუ ეს ორივე კრიტერიუმში დადებითად შეფასდა ჩვენი სამსახურის მიერ, ჩვენ ვიძლევთ დადებით რეკომენდაციას, რომ სასამართლომ გაასხვისებინოს აღნიშნული ქონება. შემდგომ ამ სასამართლოსთვის ჩვენი დასკვნა არის ერთ-ერთი ძირითადი მტკიცებულება, გაიმართება აღნიშნული სასამართლოს ხდომა და თუ მისცა ნებართვა, შემდგომ მხოლოდ ამის შემდგომ გაასხვისებს არასრულწლოვანის ქონებას. სხვათა შორის ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ არაერთი შემთხვევა იყო და ძალიან ბევრ შემთხვევაში გავაცით დადებითი რეკომენდაცია, თუმცა ქონდა შემთხვევები, არც ისე ცოტა შემთხვევები არ ქონდა, სადაც დადებითი რეკომენდაცია არ გაგვიცია, გავაცით თუ არ ყოფითი რეკომენდაცია, იყო იქ მაღალი რისკი, რომ მშობლები ვერ დაიცავდნენ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს, იყო შემთხვევა, რომ მათ უკვე შეძენილი ჰქონდათ ალტერნატიული ქონება, რომელსაც უბრალოდ ნაწილი გადასახდელი ჰქონდათ, თუმცა ესენი მშობლის სახელზე იყო დარეგისტრირებული და რეალურად ის არ ემსახურებოდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, ვინაიდან ეს ქონება აღმოჩნდებოდა მშობლის საკუთრებაში და არასრულწლოვანის ქონება იქნებოდა შემცირებული. იძულებასთან დაკავშირებით ფაქტობრივად რეალურად ეს იძულებას მოიცავს როგორც ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სექსუალური ძალადობა, რაც უდიან მისწავლად ეკონომიკურ ძალადობაში მეც, ანუ იძულება უბრალოდ ხდება ყველგან, ეს შეიძლება იყოს ოჯახში, სამსახურში, გარემოში, სადაც ვართ, ყველგან, ანუ სადაც მიგვაჩნია, რომ ის რაც ჩვენ პირად სივრცეს არ ყოფს, გვაიძულებენ იმის გაკეთებას, რაც ჩვენს ბუნებას ეწინააღმდეგება, რეალურად ეს ყველაფერი შეგვიძლია მივიჩნიოთ იძულებად და შესაბამისად არის დასჯადი ქმედება უგულებელ ყოფაზე, უნდა ისაუბრებს უფრო მეტად, იმიტომ რომ